ცნობილი აფხაზეთის კონფლიქტზე და სოხუმის დაცემაზე და მათ შორის სხვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებულ ომების პერიოდში ბევრი რამე არ არის დღემდე ცნობილი. აქედან წამოვიდა იდეა ამ კვლევის და ზუსტად ამაზე გიამბობ დღეს. საფრთხის განმავლობაში საკმაოდ დიდი შრომა იყო გაწეული საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ამ კვლევისა, რომელსაც დღეს იმყოფება ზარზე ნინი და ნინუცა. დიდი მადლობა მათ გადაუხადო, რომ ამ ინიციატივას ჩაერთნენ და ჩვენ მოვახერხეთ, რომ შეგვეკრიბა ვთქვათ, ფუნდამენტი კვლევისათვის და გიამბობთ ახლა ამის შესახებ, თუ რა იგეგმება და როგორ იგეგმება. პირველი რა არის ზოგადად ეს კვლევა? ეს არის მოხალისეთა მიერ ინიციირებული გრძელვადიანი კვლევა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ომების შესასწავლად. ჩვენს ისტორიაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ გვქონდა სამი დიდი ასე ვთქვათ კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიებზე და ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან და აქედან რეალურად სამივეზე არ არის იმდენი რაღაც ცნობილი და განსაკუთრებით ერთზე არ არის ცნობილი. ეს არის ცხინვალის პირველი ომი, რომელიც 1991-დან 1992-მდე იყო. მიზანი ამ კვლევის არის, რომ ზუსტად ეს კონფლიქტები ჩვენ შევისწავლოთ და აქედან გამოვიტანოთ ეგრეთ წოდებული გამოვლინებული გაკვეთილები, ხო, გამოვლინებული გაკვეთილები ნასწავლი, lessons learned, ასე ვთქვათ, რომ მომავალში თუ იქნება ესეთი კონფლიქტები, ან თუ იქნება მოლაპარაკებები ან ნებისმიერი სხვა ტიპის ესეთი მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც არის რთული და დაკავშირებულია საომარ მდგომარეობასთან და მსგავს სირთულესთან, ჩვენი ქვეყანა უკვე იყოს მზად. ეს იყოს როგორც ინსტიტუციურ დონეზე, ეს იყოს კერძო სექტორის დონეზე, თუ ეს იყოს ინდივიდუალური ადამიანების დონეზე, როგორც ვართ ჩვენ, ხო? ფორმატი ამ კვლევის არის ჯგუფური მუშაობით მონაცემის მოძიება, დახარისხება და ობიექტური მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური ნაშრომების გაკეთება. ხო, ეს ცოტათი განსხვავებულია იმისაგან, როგორც კეთდება ტრადიციული კვლევები, რომელიც თქვენ თუ ხართ დაკავებული დაუშვათ ჰუმანიტარული მეცნიერებებით გაგიგიათ, ან გიმუშავეთ თქვენ თვითონ, რომელიც მოიცავს ძირითადად ესეს ან რაღაცა თეზისის სახით გაწერას, ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ პერიოდული ანგარიშები. მსგავს ინიციატივებზე თუ ვლაპარაკებთ, საზღვარგარეთ ესეთი რაღაცები ყოფილა, სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ერთ-ერთი ამის მაგალითი არის BDM-ის კვლევა ვიეტნამის ომის შესახებ, რომლის დროსაც მიზანი იყო გამოვლინებულიყო რა იყო გაკეთებული სწორად, რა იყო გაკეთებული არასწორად, რა შესრულებები იყო დაშვებული, რა იყო სწორი სტრატეგიები გამოყენებული ვიეტნამის ომის განმავლობაში, რომ მომხდარიყო სამომავლო კონფლიქტებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების უკეთესი მზაობა და მომხდარიყო, ასე ვთქვათ, გამოვლინება მთავარი დარგოლებებისა, რომელსაც წააწყდა ამერიკის ჯარი ვიეტნამში, ხო? მსგავს ინიციატივა ასევე იყო ერაყის ვთქვათ გამოძიება თუ The Iraq Inquiry, რომელიც იყო ასე ვთქვათ მრავალი ინსტიტუციის ერთობლივი კვლევა, რომელიც მიზანად დაისახა, რომ დაენახა გამოვლინებინა ნასწავლი გაკვეთილები ბრიტანეთის ჩართულობიდან ერაყის ომში. ხო, აქ იყო როგორც სამხედრო გაკვეთილები, აქ იყო დიპლომატიური, ეკონომიკური და სხვა. ასეთ იყო მულტისპექტრული ანალიზი ყველაფრისა, იმისა თუ როგორი ნაბიჯები იყო გადადგმული ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ და რატომ მოხდა ამ ერაყის ომის დროს, ასე ვთქვათ, ესეთი გრძელვადიანი ცუდი შედეგები და როგორ შეიძლება მომავალში ბრიტანეთმა ესეთი რაღაცები აიცილოს. ჩვენ ვლაპარაკებთ საკითხის აქტუალობას საქართველოში, მსგავსი კომპლექსური და სისტემატიური ანალიტიკური მოხსენება არც 90-იანების ომებზე არ გაკეთებულა, აფხაზეთის ომზე და ცხინვალის პირველ ომზე და არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე. ხო? ესეთი, ასე ვთქვათ, მულტისპექტრული ანალიზი, რომელიც უყურებს ეკონომიკას, უყურებს დიპლომატიურ სერვისებს, დაზვერვას, სამხედროებს, ასე ვთქვათ, მზაობას ყველა ინსტიტუციისა თუ ზოგადად საზოგადოებისა, ეს იქნება მატერიალურ დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე თუ სხვაზე და მიზანად ისახავდეს, რომ შეესწავლოს ეს კონფლიქტები, არ გაკეთებულა ესეთი რაღაცა და რეალურად ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ესეთი დოკუმენტი თუ ესეთი კვლევა, რომელიც დადგებოდა საფუძვლად, რომ მომავალში საქართველოს მქონდეს ესეთი
ვთქვათ, რეკომენდაციული ნაშრომი, რომელიც არის დაფუძნებული absolut ობიექტურ ანალიზზე და რომ შეიძლება გამოყენება ამისი სამხედრო დოქტრინის დასაგეგმად ან დაუშვათ ეკონომიკური გეგმის გასაკეთებლად იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ ქვეყანაში არის კონფლიქტი, ხომ? რომ ასე საქართველოს ეკონომიკამ არ გაწყდეს და არ დაზარალდეს დიდად თუ კონფლიქტი წარმოიშვა. მე ვახსენებ 91-93 წლების პერიოდი ამ კონფლიქტებში კონკრეტულად ცხინვალის პირველ ომში საერთოდ მინიმალური ინფორმაცია არის და ბევრ შეიძლება კიდევ არ გაგიგიათ რომ 91-92-მდე იყო ზოგადად ცხინვალში კონფლიქტი. მაგრამ ეს ესე არის და რეალურად მინიმალური ინფორმაცია ამაზე ცნობილი. და რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ის არის რომ დღეს თუ თქვენ ხართ მკვლევარი, ქართველი თუ უცხოელი და ცდილობთ გაანალიზოთ რა მოხდა ამ პერიოდებში, ხო? თქვენ არ გაქვთ რაღაცა სისტემატიზირებული მონაცემთა ბაზა. ხო, პირველადი წყაროები თქვენ გაანალიზოთ და შეხედოთ რეალურად როგორი გაკვეთილების გამოვლენა თუ როგორი ანალიზის გაკეთება შესაძლებელი არის, ხო? BDM-ის შემთხვევაში, BDM კვლევის შემთხვევაში აქედან არის შენარჩუნებული მონაცემთა ბაზები, მათი გაციფრულება მოხდა ახლა ხანს. ასევე ესეთი მიდგომები არის გაკეთებული სხვა ტიპის ისტორიულ გამოკვლევებზე, თუმცა ამ კონფლიქტზე არაფერი ისეთი არ არის. და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რასაც ჩვენ ვისახავთ, რომ ესეთი მონაცემთა ბაზები შევქმნათ. თუ ვილაპარაკებთ კონკრეტულ ამოცანებზე, პირველი ეს არის სამი ომის ზუსტი ქრონოლოგიის დადგენა. იმისათვის რომ ჩვენ მოვახდინოთ შეფასება თუ რა მოხდა კონკრეტულ ბრძოლების დროს, როგორი იყო ეფექტური ჩვენი ჯარი თუ როგორი ეფექტური იყვნენ ზოგადად მოხალისეები, თუ გამოვიტანოთ აქედან რაღაც გაკვეთილი, ჩვენ გვესმოდა ზუსტად რა მოხდა. ხო, ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქრონოლოგიის დადგენა. რუსეთ-საქართველოს და აფხაზეთის ომზე აქ უფრო მეტად არის ეს ინფორმაცია, თუმცა ცხინვალზე პრაქტიკულად უცნობი არის და მინიმალური რესურსები არსებობს ამის შესახებ. და ეს არის საკმაოდ საბრძოლო მოქმედების და სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის სწორად შეფასება. ამისი, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქრონოლოგიის დადგენაზე, ეს არის ასევე გაგება თუ როგორ იცვლებოდა ამ ქრონოლოგიის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად თუ საბრძოლო მოქმედებებისგან ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად სოციალური და პოლიტიკური კონტექსტები, ხო, როგორი იყო ურთიერთობა ადამიანებს შორის, როგორი იყო საგარეო ურთიერთობები და როგორი იყო, ასე ვთქვათ, რეალობა, რომლის პერიოდში ხდებოდა საბრძოლო სამხედრო თუ პოლიტიკური თუ ეკონომიკური განსხვავებების მიღება. მეორე, ეს არის საჯარო მასალების ანალიზი და მოძიება. იმისათვის რომ ჩვენ გავაკეთოთ ესეთი მონაცემთა ბაზა, ჩვენ გვჭირდება რომ შევაგროვოთ პირველადი წყაროები, ეს არის ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა თუ სხვა ტიპის და ამისი, ასე ვთქვათ, სისტემატიზირება მოვახდინოთ ერთ მონაცემთა ბაზის ფორმატში, რომელიც ჩვენთვის იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენი მიზანი არის, რომ ეს მონაცემთა ბაზა გახდეს ხელმისაწვდომი ყველა სხვა მკვლევარისათვის, ვისაც უნდა რომ მომავალში გააკეთოს დამოუკიდებელი ანალიზი. მესამე, ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროების გამოვლენა და ანალიზი. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ იქნება ამ კვლევის გაკეთებისას, არის რომ არის ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო წყარო. ერთი რომელიც იძახის დავუშვათ, რომ მოვლენა მოხდა ესე, მეორე კიდე ამას უარყოფს, სხვანაირ პერსპექტივას თავაზობს და იმისათვის რომ ჩვენ ზუსტი სურათი მივიღოთ, ჩვენ შევეცადოთ, რომ ესეთი წყაროები გავაანალიზოთ, ვიპოვოთ და ასე ვთქვათ, გამოვლინოთ ზუსტად სად არის მათი თანაკვეთა, რომ ჩვენ მოვხდინოთ შემდეგ უფრო ფოკუსირებული მეთოდებით, მაგალითად, საკვანძო პიროვნებებთან ინტერვიუების შედეგად თუ არასაჯარო ინფორმაციის მოძიების და ანალიზის შედეგად აი ამ უზუსტობების აღმოფხვრა. ვახსენე ახლა ხანს არასაჯარო ინფორმაცია, აქ პირველ რიგში არის ეროვნული და უცხოური არქივებიდან ინფორმაციის გამოთხოვა. ეს არის ასევე დიპლომატიური და სამხედრო დოკუმენტების გამოთხოვა და მოთხოვნა რომ მოხდეს მათი გრიფის მოხსნა. აფხაზეთის და ცხინვალის პირველი კონფლიქტის შემთხვევაში საკმაოდ დიდი ხანია ეს გასული, 20 წელიწადზე მეტი არის. და შესაბამისად საიდუმლო გრიფები, ბევრ ესეთ რაღაცას უკვე მოხსნილი ექნება და ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ გამოვითხოვოთ, ეს იქნება ამერიკის State Department-ისაგან, ბრიტანეთის დიპლომატიური სერვისიდან, გერმანიის დიპლომატიური სერვისიდან იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ფუნქციონირებდნენ ამ კონფლიქტების განმავლობაში. და მათ შეიძლება ქონდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჯერჯერობით არ არის საჯარო, მაგრამ იყოს გამოსადეგი იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტი სურათი მივიღოთ.
ეს არის გაჟონილი წყაროების სისტემატიზება და ანალიზი, ასევე ერთ-ერთი ამოცანა. ბევრ შეიძლება გაგიგიათ WikiLeaks-მა ზოგადად ესეთი ვებგვერდი, სადაც ხდება გამოქვეყნება გაჟონილი დოკუმენტებისა, რომელსაც მანქანზე შეიძლება ედო საიდუმლო გრიფი და ხდება ხელმისაწვდომი ყველასათვის. WikiLeaks-ის ერთ-ერთი ესეთი დოკუმენტი ბაზა უпроსოდ მონაცემთა არის ამერიკული დიპლომატიური კაბელების მონაცემთა ბაზა, სადაც 2005-დან 2010 წლამდე პრაქტიკულად ყველა ამერიკული დიპლომატიური მისიის კაბელი, რომელიც იყო გაგზავნილი უშუალოდ საელჩოდან თუ კონსულატიდან ვაშინგტონში, ყველა კაბელი და მათი შემცველობა არის საჯარო. ანუ ეს გაჟონილი ამ ინფორმაციამ და ვინაიდან ეს პერიოდი ფარავს 2008 წლის ომის პერიოდსაც, რა ხდებოდა მაქამდე და რა ხდებოდა მაგის შემდეგ, მათ შორის დიპლომატიური მისიები, რომელიც იყო საქართველოში, იყო თურქეთში, იყო რუსეთში, თუ სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ექნებოდათ გარკვეული ინფორმაცია და აღქმა იმისა თუ რა ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რაც არავის არ გაუკეთებია საერთოდ, ჯერჯერობით არის გაანალიზება 2008 წლის კონფლიქტისა, ზუსტად აი ამ ინფორმაციიდან თუ რას ხედავდა სხვა დიპლომატიური მისიები, თუ რას ხედავდა საგარეო დაზვერვის სამსახურები, რომელიც მაგალითად იყო ამერიკის დაზვერვა თუ სხვა დაზვერვები, რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ, რომელიც შეიძლება არ იყო მაქამდე საჯარო, მაგრამ გაჟონვის შედეგად არის უკვე საჯარო დომენში. ჩვენ გავაანალიზოთ, როგორ ჯდება ეს საქართველოს-რუსეთის 2008 წლის ომთან. და ესა რა თქმა უნდა საკვაზო პიროვნებებთან ინტერვიუების ჩატარება. დღესდღეობით ბევრი ადამიანი საბედნიეროდ ჯერ კიდევ ცოცხალი არის, რომელიც იყო ამ კონფლიქტებში მონაწილე, იყო ან სამხედრო, იყო ან მხედართმთავარი, იყო ან რაღაც პოლიტიკურ ეშელონზე, იყო უშუალოდ ჩვეულებრივი მოსახლე, რომელმაც ბევრი ეს სირთულე გადაიტანა და გაიარა და მათთან ინტერვიუების ჩატარება გამოვლინება ზუსტად ვინ იყვნენ ეს საკვანძო პიროვნებები, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდათ ინფორმაცია თითოეულ ამ ასპექტზე და მათთან ჩატარება ინტერვიუების, რომ გამოვლინოთ აი ის ყველაზე ასე ვთქვათ რთულად საშოვნი ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯარო წყაროებში და ის ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროები, რომელსაც ჩვენ გამოვავლენთ, მათი ასე ვთქვათ ძალიან ზუსტად სკალპელის გამოყენებით ესე ვთქვათ მოხდეს აი ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების აღმოფხვრა და ბუნდოვნობის მოხსნა. იმ საფუძველზე ჩვენ კითხეთ აი იმ პიროვნებს, რომელსაც ყველაზე დიდი ალბათობა რომ იცოდნენ, რა მოხდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კონკრეტულად აი იმ რაღაცაზე, რაზეც ჩვენ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს თუ ყველაზე მეტი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გვაქვს. რაც შეეხება კვლევის ფორმატს, მივახსენე რომ ეს იქნება არატრადიციული ფორმატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებთან შედარებით. რას გულისხმობ ახლა ამაში? მე ზოგადად, როგორც ბევრი თქვენგანი ალბათ არა ვარ განათლებით ჰუმანიტარული მეცნიერების ადამიანი, ვარ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ეს ამ კონფლიქტების გამოკვლევა და თვლი რომ ეს ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო საქმე არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს ინფორმაციული რესურსი, რომელიც გამოადგება ქვეყანას და მოგვეხმარება რომ გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუციები თუ ხალხის მზაობა, თუ ჩვენნაირი ორგანიზაციების ასე ვთქვათ მზადობის უნარი, ხო? და ვარ ადამიანი, რომელსაც განათლებით არის ბიოქიმიკოსი, არ მქონია შეხება ეს რაღაცებთან, მაგრამ შევეცადეთ მე და ყველა ისინი, ვინც ვართ საორგანიზაციო ჯგუფში, რომ გაგვეთებინა მოდელირება ზუსტ მეცნიერებებზე და ასევე სადაზვერვო ანალიტიკის საუკეთესო პრაქტიკებზე. რას გულისხმობ ახლა ამაში? ოდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ტრადიციულ ციკლზე, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ აქ გვაქვს მაგალითი ამისა, ეს არის პირველადი თუ მეორე წყაროების შეგროვება, ამათი ანალიზი, დახარისხება და დაწერა რაღაცა ესესი. ხო, ჩვენ შემთხვევაში თუ სხვანაირად უყურებთ, ჩვენ გვაქვს პირველი ნაბიჯისა დახარისხება, სისტემატიზება და თემატიკის მიცემა და შეყვანა მონაცემთა ბაზაში. ანუ პირველი ნაბიჯი ჩვენ შემთხვევაში მონაცემთა ბაზის შექმნა. მეორე ეს არის უკვე გადაბმა ქრონოლოგიაზე, ანუ კონკრეტულ წყაროებს ჩვენ ვიღებთ და იმ ქრონოლოგიაზე, რომელსაც ჩვენ გვაქვს ან შევიმუშავებთ, ავაწყობთ ასე ვთქვათ კვლევის პროცესში, მასზე ასე ვთქვათ ამისი გადადება ზემოდან, რომ მიუჩინოთ თითოეულ მოვლენას, თითოეულ კონფლიქტის ქრონოლოგიაში კონკრეტული წყარო, რომელიც ამაზე ლაპარაკობს, ხო? ეს ვთქვათ ზუსტად განსხვავებული ფორმატია და შემდეგ უკვე ეს არის ხარისხობრივი შეფასება, სინთეზი და გაწერა პერიოდულ ანგარიშად, ხო? ჩვენ შემთხვევაში გეგმა არის რომ გავაკეთოთ ასე ვთქვათ ორთვიანი ციკლები, ორი თვე ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვდებთ ამას მონაცემთა ბაზებში, შემდეგ ორი თვე უთმობთ ანალიტიკას და უშვებთ ანალიტიკურ ნაშრომს, რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოძიებული ინფორმაციის ანალიზს აკეთებს და იქიდან უკვე ვავლენთ, სად გვაქვს თავარი ნაპრალები, სადაც ყველაზე მეტი რაღაცა არ ვიცით
და შემდეგ უკვე ბრუნდებით უკანა ნაწილში და ფოკუსირდებით ისევ პირველი წყაროების შეგროვებას და ანალიზზე, რომ ეს ნაპრალები ამოვავსოთ. ეს იტერატიული პროცესი. ასევე ჩვენ მე ვახსენე სადაზვერვო ანალიტიკის საუკეთესო პრაქტიკებიდან ამოღება გარკვეული მეთოდებისა. 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც მოხდა თავდასხმა ტერორისტული ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ამერიკის დაზვერვამ გამოავლინა ბევრი ასე ვთქვათ ნასწავლი გაკვეთილი. ერთ-ერთი იყო ის, რომ ამერიკის დაზვერვას არ ჰქონდა ანალიტიკური სტანდარტები, ხო? იმისათვის რომ ჩვენ შევაფასოთ რაღაც ინფორმაცია, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მისი არა მარტო ასე ვთქვათ ხარისხობრივი შეფასება, არამედ რაღაცა რიცხობრივი შეფასებაც კი, თუ რამდენად სიზუსტეს ჩვენ ვანიჭებთ მას და რაღაც ანალიტიკურ სტანდარტში მოქცევა, ხო? ანუ ჩვენ თუ ვიძახით ეს წყარო სანდო არის თუ არ არის, როგორ ვაფასებთ ამას? ამიტომაც ამერიკის სადაზვერვო ასე ვთქვათ საზოგადოებამ, სადაც შედის 18-მდე სადაზვერვო უწყება, გამოსცა ესეთი დირექტივა 203, რომელშიც არის შესული სტანდარტის ფორმატები, როგორ ხდება შეფასება კონკრეტული ინფორმაციისა, წყაროებისა და ეს ისეთი დოკუმენტია, რომელიც საჯარო არის ერთ-ერთი და მეორე ერთი რეალურად ამ დოკუმენტის გამოცემის შემდეგ ბევრმა სხვა ქვეყნების უწყებებმა და ბევრმა ასე თქვა კიდევაც კერძო კომპანიებმა, რომლებიც არიან დაკავებული ანალიტიკით, მიიღეს მსგავსი პრაქტიკები. და ერთ-ერთი რაღაცასაც ჩვენ ვხედავთ იქნება ძალიან გამოსადეგი, რომ მოვახდინოთ ერთიანი სტანდარტების შემუშავება, არის რომ ჩვენ ავიღოთ მაგალითი ეს დირექტივა და უფრო კონკრეტულად კი ჩვენ ავიღებთ უკვე ამ დირექტივის შემდეგ დამუშავებული და მიღებული სტანდარტი, რომელიც ნატომ შეიმუშავა AGP 2.1, რომელზეც ცოტა ხანში გიამბობთ კიდევ. მე როგორც ვახსენე ერთი რაღაცა ეს მონაცემთა ბაზები და ჩვენ უყურებთ იმას, რომ ეს მონაცემთა ბაზები უნდა გახდეს ღია და საჯარო რესურსი, რომელიც ჩვენს კვლევის შემდეგაც, რამდენი ხანიც უნდა გაგრძელდეს კვლევა და ჩვენ კვლევის დამოუკიდებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისათვის და თუ მაგალითად დღესდღეობით არის ადამიანი, რომელსაც უნდა ამ წყაროების გაანალიზება დამოუკიდებლად, მას უნდა კონდეს ცნობა ამაზე, რომ მან შეძლოს ანალიზის გაკეთება და მივიდეს იმ დასკვნებამდე, რომელიც შეიძლება ჩვენ არ მივსულიყავით, მაგრამ კონდეს იგივე ზუსტად საინფორმაციო წყაროები და შესაბამისად იყოს კვლევა მდგრადი და განმეორებადი, ხო? რო არ იყოს რაღაც ჩაკეტილი რესურსების საფუძველზე, რომელსაც სხვა ადამიანს არ შეუძლია რომ გააკრიტიკოს და გაანალიზოს. რატომ მოხალისეების კვლევა, ხო? მე ვახსენე რომ მე არა ვარ მაგალითად ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც გამოსლება ამაში, ან იგივე საორგანიზაციო ჯგუფში არიან ესეთი ადამიანები შეიძლება, ან შეიძლება თქვენ არ ახართ ესეთი ადამიანი და ზოგადად რო კითხვა ისმის ხო რომ რატომ უნდა გააკეთეს ესეთი მოხალისეების კვლევა, რატომ არ ვანდოთ ეს საქმე ექსპერტებს, რატომ არ უნდა ჩაერთონ ექსპერტები ამაში? ექსპერტები ჩაერთვებიან ამაში, მას პირდაპირ გეტყვი და ცოტა ხანში გაგაცნობთ ერთ-ერთ ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფის წევრს და ექსპერტ რჩეულს, კახაბრე ყალიჩავას, რომელიც არის TSEU-ს დოქტორი ისტორიული მეცნიერებისა, გაკეთებული აქვს არაერთი ნაშრომი ამაზე და შესაბამისად ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ, ოღონდ ჩვენ გვაქვს მიდგომა როგორი. ჩვენ ვიღებთ ეგრეთ წოდებული citizen science-ის მიდგომას, ეს არის ტერმინი, რომელიც დასავლეთში საკმაოდ გავრცელებული ახლა ხანს და შემოვიდა უკვე პრაქტიკაში, ეს არის მოქალაქეთა მეცნიერება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ როგორც მოხალისეები, რომელსაც შეიძლება არ აგვაქვს იმდენი გამოცდილება, ვართ, ასე ვთქვათ, დიდი მუშა ხელი. ხო, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ ვართ შინაგანად მოტივირებულები და შეგვიძლია რა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია რომ შევაგროვოთ პირველადი წყაროები და თუ გვაქვს სტანდარტები და პროტოკოლები, როგორ გავაკეთოთ დახარისხება, გაანალიზება და სხვა ესეთი რაღაცეები საბაზისო დონეზე, ჩვენ შეგვიძლია ბევრი ესეთი შავი სამუშაო, რომელიც ჭირდება ესეთ მასშტაბურ კვლევებს მოვაგვაროთ. და აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება უკვე სტანდარტიზაცია და სხვა ყველაფერი უკვე არის, ასე ვთქვათ, პროცესი, რომელიც მასშტაბირებადი არის გამომდინარე მოთხოვნიდან. ხო, თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა დიდი კვლევა, გვინდა ბევრი მონაცემის მოძიება, თუ რაც მეტი ადამიანი დაამატებთ, უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ეს პრაქტიკა მიღებულია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. ჩემი სფეროდან, ზუსტი მეცნიერებიდან გეტყვით ესეთ 4 მაგალითს. Poldit შეიძლება არ გაგიგიათ. ეს არის ინიციატივა, რომელიც წამოვიდა ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან, თუ ასწრები იყო MIT-დან თუ Stanford-დან და იყო რა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ბიოლოგიაში არის ცილების სტრუქტურის მოდელირება, ხო?
და ამას ჭირდება ძალიან ბევრი კომპიუტერული რესურსი. ამიტომაც მოიფიქრეს ეს რაღაცა, მოდით გავაკეთოთ ონლაინ პორტალი, სადაც შეუძლია ჩვენი ადამიანი შემოვიდეს და როგორც თამაში, ისე გააკეთოს გარკვეული ოპერაციები, გარკვეული რაღაც ნაბიჯები, რომლებიც მოაგვარებს დიდ ნაწილს ამ შავი სამუშაოსა და მოახდინოს სორტირება გარკვეული პოზიციებისა, ამინომჟავებისა, ხო? ეს თქვათ მოაგვაროს რაღაც ნაწილი, რომელსაც დაჭირდება კომპიუტერი. ამის შედეგად ორ კვირაში ზუსტად იმის გამო რომ ამდენი ადამიანი შემოვიდა, მათ მოახერხეს შიცის ვირუსის, HIV-ის, ერთ-ერთი მთავარი ცილის სტრუქტურის გამოვლინება. ხო, რომელსაც ადამიანებოდ ვერ მოახერხებდნენ ეს კვლევარები, თუ არ ექნებოდათ ესეთი ადამიანური რესურსი. კიდე ერთი მაგალითი ამის არის Safecast-ი, ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა ფუკუშიმას რეაქტორის დაზიანების შემდეგ, როდესაც მოხდა დაბინძურება გარემოსა, ალბათ გეხსოვებათ რომ იყო დიდი ცუნამი, რომელსაც დააზიანა ფუკუშიმას რეაქტორი და მოხდა რადიაციის გავრცელება იაპონიაში. Safecast-ის პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა გააკეთეს ამ მონაცემების გაზომვების გაკეთება გაიგერების გამოყენებით, დადიოდნენ აქეთ-იქით და ამოწმდნენ სად იყო რადიაციის დონე ყველაზე მაღალი და შექმნათ ეს მონაცემთა ბაზაში. ხო, ანუ აქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული ამ მონაცემების დამუშავებასაც აკეთებდნენ. ხო და შეიქმნა ესეთი რესურსი, რომელსაც უზარმაზარი შედეგი ჰქონდა იმაზე, რომ უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავა მოხდარიყო და რა ზონები არის, რომელშიც აღარ შეცვლებოდა დაბინძურება მაღალი რადიაციისა. ეს ერთ-ერთი მაგალითი წარმატებული მუხალისთა კვლევის პროექტისა და კიდევ ერთი კიდევ ალბათ უფრო მაგარი, ესე ვიტყოდე, ეს არის ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა. Kepler 64b იყო ვარსკვლავი, რომელიც აღმოჩენა მოხდა იმის შედეგად, რომ მუხალისე მკვლევარები, რომლებიც შედიოდნენ ესეთ საზოგადოებაში, რომელსაც იყო პლანეტ ჰანტერები, ხო პლანეტებზე მონადირეებმა გაანალიზეს NASA-ს მონაცემები და NASA-ს მონაცემებიდან გამოავლინეს, რომ სულ ახალი პლანეტა არსებობს, რომელსაც NASA თვითონ ვერ მიაგნო და ამის აღიარება მოხდა და დღესდღეობით Kepler 64b არის აღიარებული არსებული ვარსკვლავი, რომელიც გადამოწყვეტა სხვა ექსპერტების მიერ და დამტკიცდა, რომ რეალურად ხო არსებობს ესეთი ვარსკვლავი და გამოგრჩა ესეთი მონაცემი. ამიტომაც ამისი ასე ვთქვათ პრეცედენტი არსებობს და ხედავ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მსგავსი რაღაცა გავაკეთოთ, მსგავსი მოდელი მივიღოთ, რომ ესეთი დიდი პრობლემა რაც ამ ინფორმაციული ვაკუუმის არსებობა ამ კონფლიქტებზე აღმოფხვრა და შევქმნათ რეალურად მდგრადი რესურსი, რომელიც გამოადგება ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ კვლევით პროცესზე. ხო ზოგადად როგორი იქნება ეს ყველაფერი, კარგი, მაგრამ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში. მე ვახსენეთ ციკლები. ჩვენ გვაქვს ხდება კვლევითი ფაზა, ეს არის ორთვლიანი პერიოდი, რომლის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 3 ჯგუფი. ეს არის აფხაზეთის ომის მიმართულების ჯგუფი, ესაც ცხინვალის ომის მიმართულების ჯგუფი და ესა რუსეთ-საქართველოს ომის მიმართულების ჯგუფი, ხო? ჩვენ გვინდა 3 პროცესის პარალელიზირება, რაც უფრო მეტ ადამიანს შევაგროვებთ, რაც უფრო მეტ ადამიანი ჩაერთვება ამაში, მით უფრო ეფექტურად გამახორციელებთ ამ ყველაფერს და კვლევითი ფაზის განმავლობაში ჩვენ გვყავს რიგითი, ასე ვთქვათ, კვლევითი ჯგუფის წევრები, რომლებიც აღნიშნულები არიან აქ შავი ფერით და გვყავს ეგრეთ წოდებული კვლევითი ჯგუფის მეთაურები. ხო, მე ეს ტერმინი წამოვიღე IC-დან, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, კარგად ასახავს რა ფუნქცია აქვს. კვლევითი ჯგუფის მეთაურები, განსხვავებით კვლევითი ჯგუფის წევრებისაგან, წევრი შეიძლება ნებისმიერ ადამიანი იყოს, რომელსაც შეუძლია პირველი წყაროების მოძიება და დახარისხება საბაზრო დონეზე, ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნიათ გარკვეული დონის ცოდნა უკვე, ეს იქნება დაუშვათ უმაღლესი განათლება ისტორიაში, თუ პოლიტიკაში, თუ სამხედრო საქმეში, ბაკალავრის დონეზე მაინც, და შესაბამისად აქვთ უკვე რაღაც ცოდნა და რაღაც უნარები მოახდინონ კომპეტენტური ანალიზი და სინთეზი უფრო მაღალ დონეზე. ეს არის ასე ვთქვათ შუამავალი ნაბიჯი არის რიგით მოხალისესა და ექსპერტ შორის, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ისტორიაში თუ პოლიტიკაში თუ სამხედრო საქმეში. ხო? კვლევითი ფაზის განმავლობაში ეს ჯგუფი, თითოეული ჯგუფი აგროვებს მონაცემებს, პირველად წყაროებს, ფოტოებს, ვიდეოებს, ყველაფერს, ჩვენ ამ მასალებს შევყავთ შემდეგ მონაცემთა ბაზაში, ვახარისხებთ და ვაკეთებთ ბექაპს. ერთ-ერთი მიზანი არის ასევე რომ მოხდეს თითოეული მონაცემის გრძელვადიანი შენახვა. დღესდღეობით YouTube-ზე არის ბევრი ვიდეო კონფლიქტისა, სამოყვარულო ჩანაწერები არის, მაგრამ ეს ვიდეოები შეიძლება ხვალ წაიშალოს, იმიტომ რომ ვიღაცამ წაშალა თავისი აკაუნტი, ხო? და გაქრა ეს მონაცემი უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი. მიზანი არის რომ ჩვენ ეს მონაცემები შევინახოთ და ამისათვის ვქმნით ცალკე Google Drive-ს, სადაც ეს ყველაფერი აიტვირთება და მოხდება ამის ეგრეთ წოდებული ბექაპი. მეორე ნაწილი
უკვე ამ შეგროვების შემდეგ მეორე ციკლის მეორე ნაწილი ესაა ანალიზის ფაზა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქრონოლოგიას. ქრონოლოგიაზე გვაქვს გაწერილი კონკრეტული მოვლენა, რომელიც მოხდა ამ და ამ პერიოდში და გულისხმობს აი ამ კონკრეტულ კონფლიქტს, კონკრეტულ ბრძოლას, კონკრეტულ მაგალითად რაღაცა საგანგებო სიტუაციას, ხო? და ჩვენ ვიწყებთ აი ამ წყაროების, რომელიც დახარისხებულები არიან ჩვენს მიერ შექმნილი სისტემით, ამაზე ჩასმას, ხო? დავუშვათ ეს არის კონკრეტული საბრძოლო, ეს არის კონკრეტული ბრძოლა. ამ კონკრეტულ ბრძოლაზე ვიცით რომ მოხდა ამ და ამ პერიოდში, ჩვენ ვუმაგრებთ მას ყველა წყაროს, პირველად წყაროს, რომელზეც ჩვენ მოვიზეთ ინფორმაცია დაკავშირებული ამ პერიოდთან, ამ კონკრეტულ მოვლენასთან. აი ამ წყაროების საფუძველზე უკვე ჩვენ ვამბობთ გამოგვაქვს ანალიტიკური შეფასებები იმაზე თუ რა მოხდა, როგორ წავიდა, როგორი იყო ეფექტურობა, როგორ წავიდა ზოგადად ეს ბრძოლა და გამოგვაქვს აქედან უკვე რაღაცა კონკრეტული შეფასებები, ხო? ამას აკეთებენ უკვე მეთაურები, რომელსაც გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და დონე განათლების, რომ გააკეთონ სინთეზი და შეფასება უკვე ასე ვთქვათ, ანგარიშის სახით და ამაში მათ ეხმარებიან დარგობრივი ექსპერტები. მე ვახსენე თავიდან რომ ჩვენი კვლევის მნიშვნელოვანი წევრი არის კახაბერ ყალიჩავა. კახა ბევრ რაღაცაში მოგვეხმარა და ცოტა ხანში ჩაგირთავთ ასე მის ნაწილს პრეზენტაციაზე, სამწუხაროდ ის ვერ ესწრება ახლა ჩვენს პრეზენტაციას, მაგრამ დაგვიტოვა ჩანაწერი თავისი სლაიდებისა. კახა ზუსტად იმაში მოგვეხმარებათ, რომ ჩვენ მოვახდინოთ აი ამ ვთქვათ შეფასებების კორექტირება და უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ხო? ჩვენ ასევე გეგმავთ რომ ესეთი ექსპერტები მოვიზიდოთ კვლევაში, თუ თქვენ გეგულებათ ან ხართ ექსპერტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება რაღაც თემატიკაში, ისტორიაში, პოლიტიკაში, სამხედრო საქმეში, დაზვერვაში, დიპლომატიაში თუ სხვა რაღაც ისეთ სფეროში, რომელიც გამოცდი იქნება ანალიზისათვის, თხოვთ დაგვიკავშირდით, მოგწერეთ. კვლევის პრეზენტაციის ბოლოს იქნება ასევე ფორმა, რომელიც თუ თქვენ კიდევ მონაწილეობა მიიღოთ, აუცილებლად შეავსებთ და მაგედან შეძლებთ რომ უკვე დაგვიკავშირდეთ კიდევაც. შემდეგ ხდება ამ ანალიზის ფაზის შემდეგ, როდესაც ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ ეს ანგარიში კონკრეტულ მოვლენებზე, ვაკეთებთ ერთიან სინთეზს. ანუ ვიღებთ სამივე მიმართულების შედეგებს, სამივე მიმართულების ანგარიშებს, ეს რაც დაგანახეთ ახლა აფხაზეთის ომის მიმართულების მაგალითზე ხდება პარალელურად სხვა მიმართულებებზეც, იკრიბება ასე ვთქვათ, ეს სამივე ანგარიში და მზადდება ერთიანი ანგარიში, ერთიანი პერიოდული ანგარიში, რომელსაც უკვე კურირებს საორგანიზაციო ჯგუფი და ექსპერტი მრჩეველები. ანუ ჩვენ ვიღებთ იმ დასკვნებს, სადაც მივიდნენ უკვე თითოეული ჯგუფები, ვკრავთ ერთად და ვიძახით, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში ამ მონაცემების საფუძველზე გამოვლინდა ეს და ექსპერტები უკვე შემოდიან პრაქტიკული რჩევებით. რას გულისხმობთ ამაში? დავუშვათ ჩვენ გამოვლინეთ, რომ კონკრეტული ბრძოლის დროს ერთ-ერთი პრობლემა იყო ლოგისტიკა, იყო დავუშვათ ის, რომ არ ხდებოდა ეფექტური მომარაგება ჩვენი ჯარისკაცების ტყვია წამალით თუ არის პრობლემა იყო იმაში, რომ არ ხდებოდა ტრანსპორტირება ეფექტურად ადამიანებს, რომელსაც დაჭრილები და ამის გამო მაღალი სიკვდილიანობა იყო, უკვე დარგობრივი ექსპერტები ამის საფუძველზე გვაძლევენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც შემდეგ უკვე გაიწერება ერთიან რეპორტში, ერთიან ანგარიში და იქნება გამოსდეგი უკვე ადამიანებისათვის, რომლებიც ღებულობენ გასწორებებს. ხო, ეს იქნება ინსტიტუციები, თავრობა, ეს იქნება ჯარი, ეს იქნება უშიშროება, ეს იქნება იგივე საავადმყოფოები თუნდაც, თუ ეს იქნება კერძო სექტორი. ხო, მაგალითად, თუ მე ვარ კომპანია, რომელიც დაკავებული არის შემოტანით რაღაცა სამედიცინო ხელსაწყოებისა თუ სამედიცინო სახარჯი მასალისა და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა, მე შემიძლია აქედან უკვე რომ წავიკითხავ ამას, რაღაც დასკვნები გამოვიტანო, რომ მე შემიძლია რაღაც შემწყული შევიტანო, რომ დავაკოორდინირო დაუშვათ რაღაც სახელმწიფო უწყებებთან, როგორ და რა სიხშირით შემომაქვს რაღაცა ეს სახარჯი მასალები თუნდაც ბინტები იქნება თუ სხვა, ან როგორ ვაკეთებ ამის დისტრიბუციას, რომ ომის შემთხვევაში იყოს უკეთესად დაგეგმილი ეს ყველაფერი და იყოს ერთიანი საზოგადოების მიდგომა. ან თუ ვარ რიგითი ადამიანი, მე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ იმისათვის რომ რომელშიც დაიწყო კონფლიქტი, მე შეიძლება გავიარო პირველადი დახმარების კურსი, გავიარო უფრო ესეთი, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი დონის კურსიც, რომ გავუწო დახმარება და დაჭრილ ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ გამოვივლეთ ერთ-ერთი პრობლემა კონფლიქტების დროს 2008 წლის ომზე მაგალითად, ან აფხაზეთის ომზე, რომ იყო ნაკლებობა
ადამიანებს რომელსაც შეეძლოთ პირველი დახმარება გაეწიათ და იყო ნაკლებობა ექიმებისა. ხო და უკვე როგორც ინდივიდუალ ადამიანს მე შეიძლება აქედან დასკვნა გამოვიტანო, რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო იმით, რომ ვიცი რაღაც საფუძვლები სამედიცინო დახმარების. ეს პროცესი ჩვენ რომ შევხედოთ დროში როგორ გამოიყურება, თითოეული ესეთი ციკლის შემდეგ, რომელშიც არის ანალიზის ფაზა, მონაცემის შეგროვების ფაზა და უკვე გაწერის ფაზაც, თითოეული ციკლის მერე ჩვენი, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტი სურათი, როგორ იყო მოვლენები, ნელ-ნელა უფრო უახლოვდება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. და თითოეულ ციკლზე ჩვენ ვავლენთ ციკლის ბოლოს, რა უზუსტობები არის, რა ინფორმაცია არ აქვს. და უკვე ამ ციკლის ბოლოს ჩვენ ფოკუსირდებით შემდეგ მონაცემთა შეგროვების ციკლზე იმ კონკრეტულ ინფორმაციაზე, იმ კონკრეტულ რაღაცების შეგროვებაზე და ანალიზზე, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ აღმოვხვრათ და აღმოვხვრათ ის უზუსტობები და ის ურთიერთსაწყამებლო ინფორმაცია და მივიდეთ აბსოლუტურ ასე ვთქვათ ჭეშმარიტებამდე და გქონდეს მინიმალური ბუნდოვნება იმაზე თუ რა როგორ მოხდა და რა შეიძლება აქედან რომ ვისწავლოთ. მე ვახსენე მონაცემთა ბაზები, როგორ გამოიყურება ისინი ახლა დაგანახებთ. ჩვენ გვაქვს მონაცემთა ბაზა გაკეთებული რეალურად Excel-ის დიდი ცხრილი, პირველი წყაროებისათვის, ერთ-ერთი, მეორეა საკვანძო პიროვნებებისათვის და მესამეა ქრონოლოგიის აღწერისათვის. პირველი წყაროების, საკვანძო პიროვნებების და ქრონოლოგიის აღწერის მონაცემთა ბაზები არის გაკეთებული სამივე კონფლიქტისათვის, ხო? მიზანი ამათი არის ის, რომ ჩვენ პირველი წყაროების შემთხვევაში მოვახდინოთ სისტემატიზირება სხვადასხვა ტიპის მასალების, ეს იქნება ფოტო, აუდიო თუ ვიდეო. თქვენ დაინახავთ აქ რომ აქ არის აღწერილი მასალის ენაც, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მასალის ენა, ჩაწეროთ დაუშვათ მასალის ტიპი, ეს თუ არის დაუშვათ ვიდეო, შეიძლება იყოს ახალი ამბები, ეს შეიძლება იყოს მოყვარულის მიერ ჩანაწერი საველე, ეს შეიძლება იყოს დოკუმენტური ფილმი, ეს შეიძლება იყოს ბოლოდ ასე ვთქვათ ფოტო, რომელიც გადაიღო რომელიღაცა ჟურნალისტმა, ხო? ეს უკვე დამოკიდებულია თქვენ როგორ ამას შეაფასებთ და გვაქვს თემატიკები. თემატიკით შეგიძლიათ შეაფასოთ ეს კონკრეტული წყარო ეხება რას. ეხება სამედიცინო ასპექტს, ეხება სამხედრო ასპექტს, ეხება ეკონომიკურ ასპექტს, ეხება პოლიტიკურ ასპექტს, ეხება დიპლომატიურ სადაზვერვოს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რომ ჩვენ უკვე როდესაც ამას შევაგროვებთ, მოვახდინოთ მარტივად შევიწროება მონაცემებისა, რომ კონკრეტულად იმ ნაწილს დავფოკუსდეთ, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო, ხო? მეორესა საკვანძო პიროვნებების მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანია ჩვენ გამოვავლინოთ მთავარი მონაწილე პიროვნებები, გამოვავლინოთ ასე ვთქვათ, ვინ იცოდა რაზე ინფორმაცია, ვინ ღებულობდა გაწყვეტილებას, რომ ჩვენ გავესაუბროთ ამ ადამიანებს თუ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ვკითხოთ მათი გამოცდილება, მათი შეხედულებები, რომ აქედან გამოდონ დასკვნები, ხო? ჩვენ შეგვიძლია საკვანძო პიროვნებების სორტირება რამოდენიმე ნაწილით, ეს არის ერთგულება, ეს უნდა ვთქვათ ერთგულება საქართველოს მიმართ, ეს იქნება ერთგულება სეპარატისტების მიმართ, თუ ეს იყოს ცვალებადი ერთგულება, ხო? შეიცვალეს დაუშვათ კონფლიქტის განმავლობაში. აქ ეს გარკვეული როლიც ასევე ამისა არის, რომ მომავალში ეს ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი ინსტიტუციებისათვის და დაუშვათ მოხდეს გამოვლინება ადამიანებისა, რომელმაც თუ ჩაიდინეს რაღაცა კონკრეტული დანაშაული სეპარატისტებმა დაუშვათ იყოს ეს ინფორმაციაც, რომ მომავალში მოხდეს ამის გაანალიზებაც, ხო? ანუ რეალურად შეიქმნას ისტორიული არქივი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერი, ასე ვთქვათ, უწყებისთვის თუ ადამიანისათვის იყოს გამოყენებადი და ხელმისაწვდომი მათი კონკრეტული მიზნისათვის, ხო? ჩვენ შეგვიძლია პიროვნების სორტირება იმით თუ ცოცხალია თუ არ არის ცოცხალი, ხო? ჩვენ რო ვიცით რომ შეგვიძლია თუ არა დაუკავშირდეთ, ვკითხოთ რაღაცა, გავიგოთ ინფორმაცია და შეგვიძლია ასევე დავასორტიროთ მათი კონკრეტული მონაცემი იმაზე თუ რა სფეროში თქვენ ჩართულები, ეს იყო პოლიტიკური სფერო, სამხედრო სფერო, ეკონომიკური სფერო, თქვენ დავუშვათ ბიზნესმენი, რომელსაც რაღაცა შემოქონდა ამ პერიოდში, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო უშუალოდ მხედართმთავარი, იყო რიგითი ჯარისკაცი, თუ იყო ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლე, რომელმაც ბევრი რაღაც დაინახა და შეესწრო, ხო? და მესამესა ქრონოლოგიის აღწერა, ერთ-ერთი რაღაცა, რაც არის მნიშვნელოვანი, აი ცხინვალის პირველი ომის შემთხვევაში, ხო, 1990-დან 1992-მდე, ეს არის ქრონოლოგიის დალაგება ზუსტის, ხო? ჩვენ შემთხვევაში გაკეთებული გვაქვს ესეთი მონაცემთა ბაზა, სადაც გვაქვს დაყოფილი თითოეული წელიწადის, რომელშიც განმავლობაში ხდებოდა ეს კონფლიქტი, თითოეული დღის და თითოეული დღის აღწერა, იყო თუ არა ამ დღეს კონფლიქტი, საბრძოლო ქმედებები, იყო თუ არა რა ტიპის შედეგი ჰქონდა ჩვენ მხარეს დანაკარგი, სეპარატისტების მხარეს დანაკარგი, გამარჯვება, წაგება და სად მოხდა ეს მოვლენები და იყო თუ არა ამ პერიოდში კიდე სხვა ტიპის მოვლენები, დაუშვათ რაღაცა
პოლიტიკური მოვლენები თუ კულტურული მოვლენები თუ რაღაცა სხვა რაღაცები, რომელიც მოქმედებდა ამ ყველაფერზე. ხო, რომ გავაწყოთ ზუსტი ქრონოლოგია და ასე ვთქვათ, ზუსტი სურათი გქონდეს რის გაგებას ვცდილობთ. საერთო სტანდარტებს რაც შეეხება, ჩვენ შევქმნით ესეთი საკვანძო კითხვების ჩარჩო, ძირითადი კითხვების ფრეიმვორკი, რომელიც დაფუძნებული არის რამოდენიმე ნატოს დოკუმენტის, ასე ვთქვათ, ბაზაზე, რომელიც მოიცავს იმას, თუ როგორ ვაფასებთ კონკრეტულ ბრძოლებს, როგორ ვაფასებთ კონკრეტულ საბრძოლო მოქმედებებს, როგორც ტაქტიკურ დონეზე, ოპერაციულ დონეზე, ასე სტრატეგიულ დონეზეც. თითოეული ეს სტანდარტი არის, ასე ვთქვათ, iterატიული, ანუ დღეს ჩვენ შეიძლება გქონდეს ვერსია 1, რომელსაც ვიყენებთ, ხვალ ექსპერტების შევევის შედეგად ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ვერსია 2, ხო? ამიტომ ეს ცალებადი არის და არ არის ფიქსირებული, ჩვენ უკვე ამას გავიგებთ თითოეული ციკლის ბოლოს. და მეორე რაც ვახსენე, ეს არის ანალიტიკური სტანდარტი, NATO-ს AGP2 და 1, ეს კონკრეტულად ეხება სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზს და შეფასებას და დახარისხებას. ჩვენ შემთხვევაში ეს მიდგომა ძალიან გამოსდეგი, იმიტომ რომ ჩვენ იმის მაგალითად დავუშვათ, ვცდილობთ ჩავიხედოთ მომავალში, დაზვერვის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ შეაგროვოთ მონაცემები, როგორც არასაჯარო და საჯარო, თქვა მომავალში რა მოხდება, ჩვენი მიდგომა განსხვავებული არის, ჩვენ ვცდილობთ იგივე მიდგომა დახარისხების და გაანალიზების სისტემატურად გავაკეთოთ, რომ ასე ვთქვათ, წარსულში ჩავიხედოთ და შევაფასოთ წარსულში რა მოხდა. ეხლა უკვე კახას ნაწილი არის, მე ჩავთავ კახას მიერ ჩაწერილ ვიდეოს და თქვენ გექნებათ საშუალება, რომ კახას ჩანაწერი მოისმინოთ. თესეუს ისტორიის დოქტორი. მოგესალმებით, კახა ბერყალიჩავა, თესეუს ისტორიის დოქტორი. გახლავართ რამდენიმე ნაშრომის ავტორი, მონოგრაფიული ნაშრომის ავტორი აფხაზეთის კონფლიქტის თემატიკაზე, თავადაც დევნილი აფხაზეთიდან, ამ თემით დაინტერესებული ვარ უკვე ბევრი წელია პრინციპში 2009 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბაკალავრიატზე ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში და გახლავართ ასევე თანაავტორი რამდენიმე ესეთი მონოგრაფიული ნაშრომისა აფხაზეთის საკითხებზე და გამომდინარე აქედან მქონდა, ასე ვთქვათ, პროფესიული შეხება ამ საკითხებთან. ჩემი მიზანია, რომ აი ეს სამი სლაიდის ფარგლებში გაგაცნოთ უფრო დეტალურად გაგაცნოთ მნიშვნელობა ამ პროექტისა და ხაზი გავუსვა ამ პროექტის სარგებლიანობას, ასე ვთქვათ, ქართული სამეცნიერო სივრცისათვის, ძირითადად ისტორიული და პოლიტიკური მიმართულებით სამეცნიერო სივრცისათვის ამ კონფლიქტების შესასწავლად. ესე იგი, როდესაც ჩვენ საუბრობთ გამოსათხოვი მასალების თემატურ მიმართულებებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შესახებ, ჩვენ პირველ რიგში ვგულისხმობთ ისეთ ბაზებს, როგორიც არის მაგალითად ეროვნული არქივის ბაზა. საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გამოვითხოვოთ მასალები, მაგალითად ომის ქრონოლოგიის, სამხედრო მოქმედებების, დევნილთა საკითხების თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ. და ასევე უცხოური არქივები, როგორიც არის მაგალითად დიპლომატიური მიმოწერები, დეკლასიფიცირებული მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მინდა რომ ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტი გამოვკვეთო, ესე იგი, განსხვავებით უცხოური არქივებისგან, ანუ არსებობს სხვადასხვა უცხოური არქივები, მათ შორის ამერიკული არქივები, სადაც რომელთაც გაციფრულებული აქვს თავიანთი ბაზები. და მაგალითად თუ გვაინტერესებს აფხაზეთის და ცხინვალის ომის საკითხები, შეგვიძლია რომ ამ უცხოური არქივების ვებგვერდებზე ჩვეულებრივ დასერჩვით მოვძებნოთ რაღაცა keyword-ებით, ასე ვთქვათ, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. თუმცა მსგავსივეს ადგილი არ აქვს ჩვენი ეროვნული საქართველოს ეროვნული არქივის შემთხვევაში. აქ რამდენიმე დაბრკოლებას აქვს ადგილი, მაგალითად ის, რომ შეიძლება ზოგიერთი მომსახურება ფასიანი იყოს, შეიძლება ზოგიერთ დოკუმენტს საერთოდ გრიფიედოს, ხო? ამ პროექტის ფარგლებში მოხდება აი ამ გრიფირებული თუ ფასიანი დოკუმენტების მაქსიმალურად გასაჯაროება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს შესაძლებელი იქნება. და ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს გაამდიდრებს პირველ რიგში ჩვენს ფაქტოლოგიურ ბაზას ამ კონფლიქტებთან მიმართებით და ერთის მხრივ ამით მეცნიერებისთვის ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთდება და შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და თუნდაც პოლიტიკური საქმიანობისთვის.
ხო, ну როგორი რა კონკრეტული მოვლენები შეიძლება, ასე ვთქვათ, გამოიკვეთოს პროექტის მასშტაბით, რა მოვლენებზე შეიძლება ჩვენ შევაგროვოთ მნიშვნელოვანი წყაროები და მოვამზადოთ, ასე ვთქვათ, ეს ფაქტოლოგიური ჩარჩო. ასეთი მოვლენები შეიძლება იყოს მაგალითად სოხუმის დაცემა, ცხინვალის ომი, სამშვიდობო ძალების განთავსების გადაწყვეტილებები, თუნდაც ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის სოჭის შეთანხმება, მოსკოვის შეთანხმება, ხო? დოკუმენტები გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატის ჩანაწერები, დოკუმენტები, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებებიდან. აი მსგავსი ტიპის დოკუმენტების კლასიფიცირებაზე და შეგროვებაზე არის, ასე ვთქვათ, მომართული ეს პროექტი. გარდა ამისა, არის ისეთი ფართოსია უწყებებისა, საგარეო საქმეთა უწყებებისა სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით, რომელიც აი როგორიც იქნება მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა უწყება, საფრანგეთის, თურქეთის, პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების. აი განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების უწყებებია საინტერესო, იმიტომ რომ როგორც გვახსოვს ჩვენ 2008 წელს, 8 წლის ომის დაწყებამდე გაზაფხულზე ჩვენ ბალტიისპირეთის უწყებებიდან ჰქონდა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაციები რუსების სამზადისის შესახებ, ომისთვის სამზადისის შესახებ საქართველოში და რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივები უფრო მეტად გაასაჯაროებს აღნიშნული ტიპის დოკუმენტებს. ისეთი დოკუმენტები, როგორც შეიძლება მოდიოდეს მაგალითად ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებიდან, ფართოდ არის ცნობილი, რომ ბრიტანული დაზვერვა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო კონფლიქტების გარშემო მასალების მოპოვების თვალსაზრისით, არამედ ზოგადად გლობალური მასშტაბითაც, ხო, ასე რომ აქაც რა თქმა უნდა ღირს ცდად და შემოწმებად ამ მასალების გამოთხოვა. ეხლა რა არის აქ კიდევ მნიშვნელოვანი? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ბაზებზე, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ბაზებში ნამდვილად ვიპოვით რაღაც გარკვეულ მასალებს. ჩვენ ვამბობთ, რომ კვლევის ფარგლებში მოხდება მაქსიმალურად ათვისება ამ ბაზების და იმ შემთხვევაში თუ ამ ბაზებში არსებობს ინფორმაცია ქართულ კონფლიქტებზე, მაშინ მოხდება ამ ინფორმაციის მაქსიმალურად მოპოვება, შეგროვება და შემდგომ კლასიფიცირება. და კიდევ ერთხელ, აი ჩემი ნაწილის დასასრულს მინდა რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ესე იგი ამ საკითხს, მნიშვნელობას ამ ორგანიზაციის საქმიანობისა. ეს არის პრაქტიკულად პირველი ინიციატივა ქართულ სამეცნიერო სივრცეში, რომლის ფარგლებშიც განიხილება დიდი ციფრული კატალოგის შექმნის იდეა, რომელიც ფაქტოლოგიურ მასალას, ორი კონფლიქტის შესახებ ფაქტოლოგიურ მასალას გააერთიანებს დიდ ციფრულ სივრცეში, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ, როგორც საკითხით დაინტერესებულ მკვლევარებს, რომ მოიპოვონ მასალები ამ ციფრული, ასე ვთქვათ, კატალოგიდან, მეორეს მხრივ, როგორც საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს კონდეს წვდომა ამ საკითხზე და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს, რომელსაც სურს გარკვეული პირდაპირი თუ ირიბი, ასე ვთქვათ, კავშირებისა თუ ინტერესების დამყარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონტექსტთან, ექნება საშუალება ამ კონდეს წვდომა ამ ციფრულ, ასე ვთქვათ, კატალოგზე და ეს იქნება ძალიან სერიოზული ფაქტოლოგიური ფუნდამენტი ამ კონფლიქტების მომავალი კვლევის თვალსაზრისით. რატომ არის კიდევ ერთხელ ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მეცნიერება ფაქტოლოგიის გარეშე რა თქმა უნდა არ არსებობს და თუ კი ჩვენ გვსურს და მომავალში გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენ ამ კონფლიქტების გარშემო საკითხები შევისწავლოთ მეცნიერული მიდგომით და არა გარკვეული ნარატიული მიდგომით, კონკრეტული ნარატიული მიდგომით, ხო? ამისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორც ისტორიკოსმა აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ნარატივისგან სრულად გათავისუფლება არ ხდება, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ გავმართოთ ჩვენი ნარატივები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ნარატივით გარკვეულ სხვა, თუნდაც რუსულ ნარატივთან უფრო ეფექტურად დაპირისპირება, პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება მყარი ფაქტოლოგია კონფლიქტის შესახებ და ზუსტად ამას ისახავს მიზნად აღნიშნული პროექტიც. კი ბატონო. დავბრუნდებით ჩემ ნაწილს. მადლობა კახას ამ მოხსენებისათვის. და გავაგზავნებ იქიდან თუ როგორი არის ზოგადად კვლევის
სტრუქტურა. ხო, როდესაც ლაპარაკობთ ორგანიზაციულ ნაწილში. ჩვენ თუ ლაპარაკობთ იმაზე თუ როგორი არის აქ წყობა, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ სამი ძირითადი ორგანო. პირველი ესაა კვლევითი ჯგუფი, რომელიც იყოფა სამ მიმართულებად, ეს არის აფხაზეთის ომის მიმართულება, ცხინვალის რეგიონის პირველი ომის მიმართულება და ცხინვალის რეგიონის მეორე ომის, იგივე რუსეთ-საქართველოს ომის მიმართულება. თითოეული ეს სამივე ჯგუფი დაკავებული არის იმით, რომ აგროვებს ინფორმაციას, აანალიზებს და ასე ვთქვათ ამ სამუშაოს ეწევა, ხო? ასევე გვაქვს საორგანიზაციო ჯგუფიც. საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტებული არის იგივე ხალხით, რაც კვლევითი ჯგუფი. ოღონდ გამარჩეველი ფაქტორი არის ის, რომ საორგანიზაციო ჯგუფში ყოფი ადამიანები დამატებით პასუხისმგებლობებს იღებენ თავიანთ თავზე. ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ნაწილი, პრეს ნაწილი, კომუნიკაცია დაუშვათ სხვა უწყებებთან, დაუშვათ ანალიტიკურ ცენტრებთან, think tank-ებთან, ეს არის აქტივობის კოორდინატორი და ტექნიკური კოორდინატორი. ხო, ჩვენ უკვე ყავს ასე ვთქვათ, წევრები, რომლებიც ამ როლებს ასრულებენ, მაგრამ ასევე ჩვენ ვეძებთ აქტიურად ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ ყოველთვის განხორციელებაში და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ჩაერთოთ აი ამ რაღაც საორგანიზაციო ნაწილების მოგვარებაში, მიეხმაროთ ჩვენ უკვე არსებულ საორგანიზაციო ჯგუფს, ან უყოთ მოუშვით თქვენ გინდათ რომ გახდეთ წევრი, ან აიღოთ როლი ამაზე, ძალიან მოხარულები ვიქნებით, იმიტომ რომ თქვენ მნიშვნელოვნად შევწყობთ ხალხს იმას, რომ კვლევა იყოს საორგანიზაციო თვალსაზრისით გამართული. და ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იმისათვის, რომ ეს იყოს გრძელვადიანი მდგრადი კვლევა და არ იყოს უბრალოდ რაღაც, რომელიც ორი თვე გაგრძელდა და მე ასე ვთქვათ ჩაწყდა. და მესამე ეს არის ექსპერტი მრჩეველების ჯგუფი. აქ უკვე როგორც კახარის ადამიანებსაც აქვს გამოცდილება ისტორიაში, კონკრეტულად ამ საკითხზე, ექსპერტი ამაში, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ბევრ თემატიკაში, პოლიტიკური, სამხედრო, საზოგადოებრივი საკითხები, მაგალითად კონფლიქტოლოგია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია თუ სხვა, სადაზვერვო და საკონტრასტო საკითხებში ექსპერტები, საგარეო ურთიერთობების ნაწილებში ექსპერტები, ისტორიკოსები, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკოსები და გადაუდებული სიტუაციების და საზოგადო მზადყოფნის საკითხების ექსპერტებიც, ხო? დავუშვით მაგალითად თუ თქვენ ისწრებთ ადამიანს, რომელიც არის დაკავებული ეგრეთ წოდებული საგანგებო სიტუაციების ასე ვთქვათ მზადებით, მომზადებით საგანგებო სიტუაციების მიმართ, ეგრეთ წოდებული emergency preparedness-ი, თუ არის ხანძარი, თუ არის რაღაცა გადაუდებელი სიტუაცია და როგორ ხდება ამის დაგეგმარება, რომ ჩვენ თუ ეს მოხდება თავი მაქსიმალურად დავიცვათ, გქონდეს რაღაცა სამიტიგაციო ზომები, ჩვენ ვეძებთ ესეთ ადამიანებსაც და თუ თქვენ გეგულებათ ამ ნებისმიერ სფეროში ექსპერტი ან თქვენ ხართ ექსპერტი, მოხარულები ვიქნებით და ძალიან გვჭირდება, რომ ეს ადამიანები ჩაერთონ ამ კვლევაში, რომ ასე ვთქვათ, საექსპერტო კონსულტაციები გაგვიწიონ ჩვენი ანალიზის ნაწილში. როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს, მათ შეაფასონ ეს ანალიზი, მოგვცენ თავიანთი კომენტარები, გაუმჯობესონ ესა და ასევე ამ ანალიზის საფუძველზე შეიმუშაონ პრაქტიკული რეკომენდაციები საზოგადოებისათვის, ინსტიტუციებისთვის თუ ზოგადად საქართველოსათვის, რომ ჩვენ უკეთესად ვიყოთ მზად მომავლისათვის. რაც შეეხება მდგრადობას, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იმისათვის, რომ ეს კვლევა გაგრძელდეს და იარსებოს და ასე ვთქვათ, არ იყოს მოკლეხნიანი ინიციატივა, ჩვენ გვჭირდება მექანიზმი, რომ ეს კვლევა გაგრძელდეს. ეს კვლევა დავაინიციირე მე, შემოგვიერთა ხალხი, ნელ-ნელა ვიწყებთ გაფართოებას, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამისა არის, რომ თუ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არის საკვანძო ამ კვლევაში, ამ მომენტში დატოვა კვლევა, იმიტომ რომ აღარ აქვს დაინტერესება ან რაღაც სხვა რაღაცა პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში, არ უნდა იყოს მექანიზმი, რომ ეს გაგრძელდეს. ამიტომაც ჩვენ ვუყურებთ როგორც ამის მექანიზმს, ესტაფეტის პრინციპს. მოხდება წელიწადში ერთხელ პირადი ინიციატივით და კენჭისყრით, ასე ვთქვათ, მოხვედრა საორგანიზაციო პოზიციებზე, მოხდება იგივე პრინციპით დავუშვათ წასვლაც ან გარიცხვაც, ჩვენ შევქმნით და ეხლა ასე ვთქვათ, ხდება ამისი ფინალიზირება კვლევის კონსტიტუცია, რომელიც საზღვრავს ზოგადად კვლევის წესებს, ნორმებს თუ სხვა რაღაცებს, რომ ჩვენ გვქონდეს ერთიანი შეთანხმება იმაზე, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, იგივე სტანდარტებზე თუ მოქცევის წესებზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და პრინციპი ამისა ეს რომ ეს არის აპოლიტიკური კვლევა, ანუ აქ არ არის რაღაცა პოლიტიკური კონტექსტი ამაში, გარდა იმისა, რომ
მიზანი არის საქართველოს გაძლიერება, საქართველოსთვის ინფორმაციული რესურსის შექმნა, კვლევა არის აპოლიტიკური და შესაბამისად ამ პრინციპის შენარჩუნება გვინდა, როდესაც ხდება კვლევის კომუნიკაცია თუ ზოგადად კვლევის აქტივობებიც, ხო? აქ არის ზოგადად კომიტეტური სტრუქტურა გვაქვს, ერთი წლით ასე ვთქვათ ხდება პილოტის გაკეთება ამისა, ხო, ზოგადად ჩვენ როდესაც ამას ვიწყებთ, დიდი შრომა კი გავწიეთ, რომ მოგვემზადებინა ფუნდამენტი, მაგრამ ბევრი რაღაცა გამოიყენება მუშაობის პროცესში, რა როგორ მუშაობს, ამიტომაც ერთი წლის განმავლობაში ჩვენ რეალურად დავიწყებთ ამის ჩამოყალიბებას და დამუშავებას, რომ მივიყვანოთ იმ საბოლოო ფორმამდე, რომელიც მერე ასე ვთქვათ გადაეცემა უკვე ახალ ხალხს, თუ მოისურვებენ და ეს გაგრძელდეს დიდხანია პერსპექტივაში. თუ თქვენ მოისურვებთ კვლევაში მონაწილეობას საორგანიზაციო ჯგუფის პოზიციაზე, აქ უკვე არის ასე ვთქვათ ერთწლიანი მინიმუმ ვადა, იმიტომ რომ მოხდეს ასე ვთქვათ ფუნდამენტის შექმნა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი. რაც შეეხება მონაწილეობის ფორმატებს, აქ კვლევის ჯგუფის ნაწილში არის ასე ვთქვათ მოლოდინი თქვენი ჩართულობის 1-დან 3 საათამდე კვირაში, რომელიც გულისხმობს უშუალოდ მონაცემის შეგროვებას, დახარისხებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრებს, ჩვენ გვექნება 2 კვირაში ერთხელ საერთო შეხვედრა, რომელიც არის განსაზღვრული იმისათვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ მიმოხილვა ჩვენი ასე ვთქვათ პროგრესისა, მონაცემების შეგროვების პროგრესისა და ეს არის დისტანციური შეხვედრა. ასევე ჩვენ გვექნება ყველას შეხვედრა თვეში ერთხელ, სადაც გვექნება პირისპირ შეხვედრა და მოხდება შეჯამება ერთი თვის პერიოდისა, ასე ვთქვათ, ციკლის ნახევრისა, თითოეული ფაზის ნახევრის შეჯამება, ხო? კვლევის ჯგუფის ნაწილში არის ყველაზე ნაკლები მოლოდინი დროის თვალსაზრისით, თუ თქვენ ხართ უშუალოდ გინდათ მეთაურის პოზიციაზე იყოთ კვლევის ჯგუფისა, გაქვთ საბაზისო განათლება, ხო, ბაკალავრი ან უფრო მაღალი კონკრეტულ სფეროში, აქ უფრო მაღალი მოთხოვნა არის ზოგადად და მოლოდინი, აქ უკვე იგულისხმება ის, რომ თქვენ უფრო აქტიურად ჩაერთვებით როგორც კურაციაში და ასე ვთქვათ, გამართვაში მონაცემის შეგროვებისა, სხვა ადამიანებს, რომელიც არიან თქვენს მიმართულების ჯგუფში, ხელი შეუწყოთ, მიეხმაროთ, რომ სწორი შეფასებები დაიდოს, ასე ვთქვათ, შეგროვების ნაწილშიც კი და აქ ზოგადად უფრო მეტი შრომის მოლოდინი არის ამ ნაწილში. მონაწილეობა და დატოვება კვლევისა თქონდა ნებაყოფლობითი არის, თუმცა თქვენ უნდა წინასწარ გააკეთოს შეტყობინება თუ მიდიხართ კვლევიდან, გააჩნია რა პოზიციაზე იქნებით, შესაბამისი ვადა არსებობს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, თქვენი ჩაანაცვლება მოხდეს და არ მოხდეს კვლევის ჩავარდნა ამ ნაწილში. თქვენ გინდათ საორგანიზაციო ჯგუფში მოხვედრა, კონკრეტული პასუხისმგებლობები აქ არის ადმინისტრაციული ნაწილი, გარდა კვლევითისა, თქვენ იქნებით ჩაუბრალოდ ჩართული კვლევით ნაწილში, მაგრამ ასევე დაემატება დამატებითი 2-დან 3 საათამდე ადმინისტრაციული სამუშაოს ნაწილი კვირაში, თითოეულ კვირაში, ასე ვთქვათ, მოხდეს მონაცემის ბაზების, თუ ფორმატირების, თუ სოციალური მედიის პოსტების დარეგულირება და გამართვა. და ჩვენ გვექნება საორგანიზაციო ჯგუფს ყოველ კვირაში ერთხელ ზარი, რომლის დროსაც დისტანციურად ჩვენ გავისაუბრებთ იმაზე, რა არის მთავარი ამოცანები შემდეგი კვირისათვის. რაც შეეხება ექსპერტ მრჩეველს, აქ ყველაზე ნაკლები დროის მოლოდინი არის ერთის მხრივ, თუ შევადარებთ იგივე კვლევის ჯგუფის წევრს, იმიტომ რომ აქ არის უშუალოდ ჩართულობა 1-დან 3 საათამდე, 2 კვირაში ერთხელ, ზეპირი და წერილობითი სახით, ანუ ეს არის უშუალოდ ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის და ანალიზის შეფასება, კომენტარების გაკეთება, რჩევების მიცემა, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, თუ როგორ ვაფასებთ, თუ როგორ ვასორტირებთ, იყოს მაქსიმალურად გამართული. აქ არის, როგორც ვახსენე, 2 კვირაში ერთხელ საერთო ზარზე დასწრება, საერთო ზარს 2 კვირაში ერთხელ ყველა ესწრება, საორგანიზაციო ჯგუფის, კვლევითი ჯგუფის და ექსპერტი მრჩეველიც და რა თქმა უნდა, ეს არის თვეში ერთხელ პირისპირ შეხვედრაც. შესაბამისად, რაც შეეხება იმას, თუ რა წვლილი შეიძლება თქვენ შეიტანოთ კვლევაში, გამომდინარე თქვენი შესაძლებლობებიდან, ეს არის მრავალი სხვადასხვა რაღაცა, ეს არის პირველი წყაროების მოძიება, ეს არის მასალების თარგმნა, თუ თქვენ იცით უცხო ენები, თუ თქვენ იცით განსაკუთრებით ჩილო-კავკასიური დიალექტები ან დავუშვათ აფხაზური გესმით ჩეჩნური ან სხვა ენები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული არის მასალების გაანალიზებას, რომელიც გადაღებული არის ამ პერიოდში, ეს ჩვენთვის ძალიან გამოსადეგია და უზარმაზარ წყვილს შეიტანთ იმით, რომ თქვენ მოახდენოთ ამ მონაცემების თარგმნა. ეს არის ინტერვიუების ჩატარება, თუ თქვენ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მონაწილეები,
როგორც მებრძოლები, ასევე ზოგადად მშვიდობიანი მოსახლეები, მათთან ინტერვიუების ჩატარება, მათთან კომუნიკაცია და კონტაქტი, ეს შეიძლება იყოს თქვენი ჩართულობა, ეს შეიძლება იყოს მასალების დახარისხება, მონაცემთა ბაზებში შეყვანა, ეს შეიძლება იყოს ანალიზი და გაწერა ანგარიშების და ეს შეიძლება იყოს თქო ექსპერტული რჩევის მოცემა თქვენს დარგში თუ თქვენ ხართ სპეციალისტი. ამიტომაც როგორ ჩაერთვები და რას გააკეთებთ, არის აბსოლუტურად თქვენზე, გააჩნიათ თქვენ შესაძლებლობებს და საშუალებას, ხო? როგორც ითხრათ, რუტინული გარიგი არის ესეთი, კვლევითი სამუშაო კვირაში მოლოდინი 1-დან 3 საათამდე ყველასათვის. საორგანიზო ჯგუფისათვის აქ არის 2-დან 3 საათამდე დამატებითი ადმინისტრაციული სამუშაო და ეს არის უშუალოდ რაც შეეხება შეხვედრებს, ორ კვირაში ერთხელ ყველასათვის შეხვედრა ონლაინ და საერთო ზარი, საერთო შეხვედრა პირისპირ თვეში ერთხელ და საორგანიზო ჯგუფისათვის ყოველკვირეული ზარები შემდგომი ამოცანების განსახილველად. თუ თქვენ დაგაინტერესებთ ამ ყველაფერმა, გადაწყვეტეთ, რომ მე მინდა ამ კვლევაში მონაწილეობა, მინდა ჩავერთო, საიდან დაიწყოთ, დაიწყეთ აქედან, ჩვენ გვაქვს ესეთი ორი QR კოდი, პირველი ეს არის, რაც გადავხოთ კვლევაში მონაწილეობის ფორმის შესავსებად, თქვენ ამას რომ შეავსებთ, აქ არის კითხვები, რომ ასე ვთქვათ, შეავფასოთ თქვენი უნარები და სწორი პოზიცია ეგრევე მიგიჩინოთ, შეავფასოთ ზოგადად თუ გაქვთ შესაბამისი მიდგომები და დროის ასე ვთქვათ საშუალებაც რომ გაცემის რომ ჩაერთოთ ამ კვლევაში ამა თუ იმ როლზე და მეორე ეს არის საწყისი ბიბლიოგრაფიის დოკუმენტი. თუ თქვენ ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებელია სხვადასხვანაირი დონის ცოდნა კონფლიქტზე, შეიძლება ბევრს კონდეს ღრმა ცოდნა, ბევრს შეიძლება კონდეს ძალიან ზედაპირული ცოდნა, იმისათვის რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვიყოთ ერთ საწყის დონეზე, ჩვენ შევაგროვეთ კახას დახმარებით ესეთი დოკუმენტი, სადაც არის 4 ვიდეო რესურსი, ეს არის დოკუმენტალური ფილმები და ინტერვიუები და ჩანაწერები სხვადასხვა თემატიკის ექსპერტებთან, რომელიც ლაპარაკობენ უშუალოდ აფხაზეთის კონფლიქტზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ლაპარაკობენ აფხაზებთან ურთიერთობაზე და ოსებთან ურთიერთობის ნაწილებზე და ქმნიან ასე ვთქვათ სასტარტო კონტექსტს იმისათვის, რომ თქვენ გესმოდეთ საბაზრო ნაწილები ამ კონფლიქტებისა. და ასევე გვაქვს რამოდენიმე ნაწერი წყაროც, რომელსაც თუ გაეცნობით, ძალიან ასე ვთქვათ, სწრაფად მოგიმართეთ ცოდნის დონეზე და მოგცემს საშუალებას, რომ კარგად გესმოდეთ უკვე კონფლიქტი და მისი ქრონოლოგიაც. ამიტომაც ამ ორი QR კოდი თქვენ მიიღებთ